პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ ადამიანს мотиваცია დაუკარგოს, თუნდაც იგივე პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით, ხო? ერთი რომ საერთოდ არარეალისტურ თემებზე გვაფიქრებენ და მეორე არის რომ პოლიტიკარი ვინძური საქმე, ესეც არის ერთ-ერთი დეზინფორმაციათაგან, ყველა ერთნაირია, თვითონ მოგვარდებიან, ანუ რეალურად ადამიანებს აღარ აქვთ განცდა, რომ მათ აზრს, მათ ხმას შეიძლება რამე მნიშვნელობა ქონდეს და ესეც არის ერთ-ერთი მიზანი. ამას როგორ აღწევენ და მეორე კითხვაზე გადავალ, რაც თქვენ დასვით, რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგია სწორედ ეგ არის და ამიტომ მე არ ვეთანხმები იმას, რომ უფრო მეტი დეზინფორმაცია გავავრცელოთ, იმიტომ რომ თანამედროვე პროპაგანდის ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ ეგ არის, რომ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ მაინც ვერ დაადგენს სიმართლეს. მაინც ვერ გაარკვევ რა ხდება. ამიტომ მოდი საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას და როგორც კი мотиваცია მეკარგება, რომ არ ჩავერთო ამ საქმეში, უფრო მოწყვლადი ხდები დეზინფორმაციის მიმართ. ანუ კვლევები რასაც აჩვენებს არის, რომ თუ მე მაგალითად ვთვლი, რომ პოლიტიკაში კომპეტენტური არ ვარ და ამიტომ გადაწყვეტილებას ისე რასაც მეტყვიან, იმას გავაკეთებ. ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში უფრო მეტია იმის შანსი, რომ მე დავიჯერებ, რასაც მეუბნებიან, ხო? ამიტომ უფრო მეტი დეზინფორმაციის გავრცელება გამოსავალი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მოკლედ ფაშისტურ პროპაგანდას ვინც ებრძოდა, ალბათ იცით ხსმენიათ სეფტონდელმა, რასაც აკეთებდა, სტრატეგია ერთ-ერთი არის, რომ ვინიღბებით, თუ რავი როგორ თქვა, აკეთებდა რადიოსადგურებს, სადაც 80% ინფორმაციის ჟღერდა ფაშისტური იდეის გამჟღერებელი იყო და 20% იყო მხოლოდ ის, რასაც შეიძლება შეეფხიზლებინა ხალხი, ხო? სხვანაირად შენ ვერ მოასმენინებ მეორე მხარეს და ის გამოსავალი ნამდვილად არ არის ის, რომ მაინც ვერაფერს ვერ გავარკვევ და მოდი ჩემით მოვძებნი, არა. თანამედროვე ლიტერატურაში ლაპარაკობენ კიბერგეტოებზე, არ ვიცი ქართულად სხვანაირად როგორ შეიძლება ვთქვა და ეს კიბერგეტო ნიშნავს ზუსტად თავიდან ახსენეთ კოგნიტურ დისონანსზე როცა თქვით, რომ ჩვენ ვეძებთ იმ ინფორმაციას, რაც განამტკიცებს ჩვენს აზრს. ამიტომ როცა გავრცელდება, აი ბევრი დეზინფორმაცია, იმას კი არ ვიტყვი, რომ აი ხა მოდი მოვძებნო სხვა არხი, სადაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მივიღო. არა, მხოლოდ იმ ნაწილს ავარჩევ, რაც მე ისედაც მომწონს, რაც ჩემს აზრს განამტკიცებს და აი მე მგონი ბაბლი უფრო ადეკვატურია ამ კიბერგეტოს ქართული ვარიანტი, რომ ამ სივრცეში დავრჩები და ეს არის პოლარიზების ერთ-ერთი მიზეზი და პოლარიზება კიდევ ბევრი პრობლემის მიზეზია.